Რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მაშინ ჩვენ მიგვეხმაროთ ძალიან ობიექტური ინფორმაცია ის მიიღებდა ადეკვატურ გადაწყვეტილებას და დანიშნავდა განმეორებით ის იქნებოდა ქვეყნისათვის, იმიტომ რომ მე მინდა უპირველეს ყოვლისა მიუსამძიმრო ბატონი ედვარდის ახლობლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მას იცნობდა და ვისაც მართლაც ჰქონდა მასთან ურთიერთობა, ნამდვილად მინდა აღვნიშნო, რომ ის იყო განსაკუთრებული პიროვნება, ის არ იყო ჩვეულებრივი პიროვნება და ნამდვილად იყო როგორც პოლიტიკოსი, როგორც ადამიანი განსხვავებული. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ადამიანის მოსმენა, ეს საოცარი ნიჭი ჰქონდა მას მართლაც. მე ძალიან დიდი ხანია მას ვიცნობ, პრინციპში ვიცნობდი ბავშვობიდან, მაგრამ საქმიანი ურთიერთობა მქონდა მას შემდეგ, რაც მისი მხარდამჭერების გვერდით და ერთად აღმოჩნდი მოქალაქეთა კავშირის სიაში. მიმაჩნია, რომ ეს იყო მაშინ ნამდვილად ძალიან პროგრესული ძალა, რომელმაც შეძლო ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანა. და ძალიან სამწუხაროა ის, რომ ბოლო პერიოდი შევარდნაძის მმართველობისას სამწუხაროდ არ წავიდა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ყველას გვინდოდა რომ წასულიყო და ალბათ უპირველეს ყოვლისა მას. ამის და მიუხედავად ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ის ისტორიაში დარჩება როგორც ძალიან განსაკუთრებული პიროვნება, უპირველეს ყოვლისა როგორც ადამიანი, რომელმაც შეიტანა ძალიან დიდი წვლილი ცივი ომის დასრულებაში, ბერლინის კედლის დანგრევაში და ამავდროულად როგორც ადამიანი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ეხებოდა საქართველოს როგორც ენერგეტიკული დერეფნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ძალიან ბევრ სხვა საკითხს. ესე რომ ალბათ გავაკიდებ დრო და მისი წვლილი შეფასდება კიდევ უფრო ობიექტურად, ვიდრე ჩვენ ეს შეგვიძლია მის თქვა თანამედროვეებს.